ახლა ჩამოხვედი თბილისში, მაინტერესებს მე მომეჩვენა, ეს იყო ჩემი შთაბეჭდილება, თუ ნამდვილად არიცოდით, რომ თავმჯდომარე ხართ თქვენ მოქმედი და ამ დროს თავმჯდომარეობას მიხეილ სააკაშვილი, ჩემს მეგობარს დავაკონკრეტებ აქვე, მაგრამ ჩემი მეგობრობა არაფერ შუაშია, სთავაზობდა სხვა ადამიანს და ეს იყო ნანუკა ჟორჟოლიანი. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რამდენიმე დღეა ვერ შევძელი სატელევიზიო ეთერით გამოჩენა, თუმცა მიუხედავად იმისა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანთან ერთად ვიმყოფებოდით გაერთიანებულ სამეფოში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გქონდა. გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში, ლორდთა პალატაში, ისევე როგორც თემთა პალატაში, ასევე ჰქონდა შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში. მოგეხსენებათ, რომ დიდი ბრიტანეთი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო ზეწოლის კონსტრუქციაში, რომელიც აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ივანიშვილის რეჟიმზე. მე ყოველთვის საუბრობ ხოლმე სამ სხვადასხვა მიმართულებაზე, სწორედ საგარეო წნეხის, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები ბუნებრივია, თუ შემდგომ გვექნება გადაცემაში დრო, მე ძალიან მინდა რომ ვისაუბრო მათ შორის იმ მოსმენაზე, რომელიც შედგა კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპა და ევროკავშირი, სადაც ხოთიშორის ევროპარლამენტში ხვალ იქნება კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ანგარიში, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე განიხილა და ნაცვლად იმისა, რომ ევროპარლამენტი საუბრობდეს მოლაპარაკებების გახსნაზე საქართველოსთან, ისევე როგორც ეს მოხდა უკვე მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში, სამწუხაროდ ეს ანგარიში იქნება ძალიან მძიმე, სადაც საუბარი იქნება მათ შორის კონკრეტულად ევროპარლამენტის მხრიდან ევროკომისიაზე მოწოდების, რომ მათ იმუშაონ წევრ სახელმწიფოებთან ერთად ბიძინა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე პერსონალური ფინანსური სანქციების დასაწესებლად, ანუ ნაცვლად გაწევრიანებასა საუბარია სანქციებზე, ხო? და მესამე ელემენტი სავარაუდოდ სწორედ ხვალინდელ ანგარიშსაც უკავშირდებოდა დღეს შალვა პაპუაშვილის მორიგჯერზე გაკეთებული განცხადებები, წინსწრებად რაღაც განცხადებებს აკეთებდა. მაგაზე ვისაუბრებ, კინა აუცილებლად და მესამე რა თქმა უნდა, ეს არის უკვე დიდი ბრიტანეთი, რომელიც არ არის წევრი სახელმწიფო ევროკავშირის, შესაბამისად არ არის შებოჭილი კონსენსუსის გადაწყვეტილების მიღების წესით, სადაც 27-მა წევრმა სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს თანხმობა და ასე ვთქვათ, ხელფეხი გახსნილი აქვს ამ მიმართულებით. სხვათა შორის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დიდი ბრიტანეთის საელჩომ დღეს გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებული იყო ტანკერი, სადაც იყვნენ ქართველი მეზღვაურები, პრაქტიკულად მეკობრეები, რომლებიც უკანონო საერთაშორისო სამართლის დარღვევაში არიან თანამონაწილენი სამწუხაროდ რუსეთთან ერთად, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს საზღვაო აკადემია, როგორც ერთ დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა ამასთან დაკავშირებით, ყოფილიყო სამჭედლო მეზღვაურების, რომლებიც მათ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იქნებოდნენ ასე თქვათ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, ჩვენ ხედავთ, რომ პირიქით გახდა სამჭედლო პრაქტიკულად მეკობრეების, ყოველ შემთხვევაში ადამიანების, რომლებიც სამწუხაროდ რუსეთის თანამოაზრენი არიან იმ შავბნელ საქმეებში, რომელსაც აკეთებენ და მათ შორის სანქციებზე თავის არიდებაში და ასე შემდეგ. ახლა რომ დაუბრუნდით არ მოგეწონათ რა კითხვითაც არა, ძალიან გთხოვთ, რომ ასე არ ჩათვალოთ, უბრალოდ იმდენად ბევრია ამ თემებზე სასაუბრო, იგარო, აი სიმართლე გითხრათ ამ თემებზე და თქვენთანაც გითხრათ, მეც მენანება ცხადია დაგეგმილი მქონდა. მეც მენანება ცოტა არ იყოს თქვენი უძვირფასესი ეთერის დროის დიდი ნაწილის ყოველ შემთხვევაში დათმობა იმისთვის, რაც მე ვფიქრობ, რომ მივიღოთ იმისა, რომ რა თქმა უნდა, თქვენთვის საინტერესოა, შეიძლება ჩვენი მხარდამჭერების რაღაც ნაწილისთვის საინტერესოა, შიდა პარტიული პოლიტიკისთვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა, მაგრამ ზოგადად საქართველოს მოქალაქისთვის მე მჯერა, რომ მაინც მეორე ხარისხოვანი თემა, მათთვის მნიშვნელოვანი. კი, არა, ამიტომ აუცილებლად გიპასუხებთ. ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა თქვენი პარტიის დამფუძნებელმა Facebook-ით გააკეთა განაცხადი და
მე კიდევ ერთხელ ვთქვი, ჩემი შთაბეჭდილება იყო, არა, მესმის პატიმრობაში ეხლა როგორ გააკეთებდა მიხეილ სააკაშვილის ხვანაირად განცხადებას, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილება იყო ასეთი, რომ ეს თქვენს Facebook-ით გაიგეთ და ამიტომ დავიწყეთ თქვენთან საუბარი, თორე თქვენი პასუხები აი ამ საგარეო მიმართულებით ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა და ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარი ხართ, ვისი აზრიც მაინტერესებს ხოლმე ნამდვილად ამ თემებზე, მაგრამ ვიდრე დავიწყებთ ხვალინდელ მოსმენაზე, რას უნდა ველოდოთ ანგარიშზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მოსმენაზე და ასე შემდეგ ბრიტანეთზე, ლონდონში თქვენს ვიზიტზე და იქიდან რასელით ამაზე, მაინტერესებს თქვენივე პარტიიდან რას რა თქმა უნდა, ინგა ბუნებრივია, რა თქმა უნდა. ამიტომაც სწორედ რომ მე ვიგრძენი რომ იქნებოდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ყოველ შემთხვევაში ჩვენს ამომრჩეველში და სრულიად ლეგიტიმურად, ხო? ამიტომ ლონდონიდანვე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი გქონდა შეხვედრების, გამოვეხმაურე ამ ნიუს, ანუ ამ სიახლეს. და რა თქმა უნდა, მაშინვე მივესალმე იმას, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგებს. მაგრამ ეს თქვენი იცოდით, მიმაჩნია რომ იცით რა, ძალიან დიდი ხანია მიდის საუბარი პრეზიდენტ სააკაშვილთან და მათ შორის მინდა გითხრათ, ჩემი ინიციატივით იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიაში აუცილებელია გარკვეული ცვლილებები. ამაზე ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხნის კომუნიკაცია გვაქვს. ხა თქვენ აღნიშნეთ რომ Facebook-ით გამოქვეყნდა ეს ინფორმაციაო და დასძინეთ თავადვე რომ უბრალოდ სხვა კომუნიკაციის ფორმას არ გააჩნია რომ ქონოდა სასამართლო რომ ქონოდა სასამართლო შესაძლოა ვთქვათ სასამართლოზე გამოეყენებინა ის დრო და მიემართა საზოგადოებისთვის მე და პრეზიდენტ სააკაშვილსაც დიდი ხანია გვაქვს კომუნიკაცია აღნიშნულთან დაკავშირებით მათ შორის ნანუკას ჩართულობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, როგორც ეს ჩემ პირველივე კომენტარში ავღნიშნე, მივესალმები აბსოლუტურად ყველა ენერგიული, აქტიური, განსაკუთრებით ცნობადი სახის შემოერთებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგებში. მიმაჩნია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს სამოქალაქო აქტივიზმის სფეროში. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, უამრავ ადამიანს ეხმარება. ასევე ძალიან აქტიურად მუშაობს პოლიტიკურ პატიმრებთან და მათი ოჯახის წევრებთან და ეს არის უაღრესად დასაფასებელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვათა შორის ეს განაცხადი და ნანუკა ჟორჟოლიანის ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მოსვლის იდეა ასევე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს ხაზს უსვამს პარტიული მუშაობის მნიშვნელობასაც. ნახეთ რას გულისხმობ, აი ხშირად გვესმოდა ხოლმე ჩემი აზრით ეხლა ცოტა დრო მოჭამა, ასე ვთქვათ, ამ მოსაზრებებმა, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც ძალიან ხშირად გვესმოდა შეფასება თითქოს და რაღაც პოლიტიკური პარტიები რაღაცას რაღაცაში არ უნდა გაერიონ, არ უნდა გახდნენ რაღაცის ნაწილი ან ასე შემდეგ, ხო? და მე ვფიქრობ, რომ დრო მაჩვენა, რომ სინამდვილეში ცვლილებების მთავარი ინსტრუმენტი და შესაბამისად პოლიტიკური ბრძოლის მთავარი პლაცდარმი არიან სწორედ პოლიტიკური პარტიები. და ამიტომ მე ძალიან მიხარია, რომ ისეთი ენერგიული, აქტიური და მით უმეტეს ცნობადი სახე და ბევრი თქვენთაგანის მეგობარი და მეც ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ნანიკა ჟორჟოლიანთან მოდის პარტიაში. ეხლა მეორე ასეთი რთული გასაცემია და მე უხერხულობა არა, როგორც აგიდასტურეთ, წერილი მქონდა მეც რა თქმა უნდა კონკრეტულად ნანუკა ჟორჟოლიანის ნაციონალურ მოძრაობაში შემოერთებასთან დაკავშირებით ეს ინფორმაცია მეც მივიღე წერილით. პრეზიდენტი სააკაშვილისგან, იმიტომ რომ მასთან მომწერა წერილი ამის შესახებ. იმიტომ რომ მასთან პირადი კომუნიკაციის შესაძლებლობა მებუნებრივი არ მაქვს. ხო, არა, მხოლოდ ამის გარკვევა იქნებოდა თავის დროზე რომ მეც ამეღო ადვოკატის მოწმობა. მე საქართველოში არ მისწავლია მათ შორის არც საერთაშორისო სამართალი და მაგრამ ნუ მაინც შესაძლებელია ამ ტესტის და ჩაბარება, მაშინ პირდაპირ კომუნიკაციის შესაძლებლობა მექნებოდა, მაგრამ არ მაქვს. თინა, ეხლა გავიგე ერთი წუთი თუ შეიძლება რა ამ თემაზე მაქვს რამოდენიმე კითხვა და მე გავშალოთ სხვა თემები. ანუ ამბობთ რომ იცოდით, ვიდრე ის Facebook სტატუსით გამოაცხადებდა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ინგა რომ მას მოეწერა ჩემთვის ვიდრე ეს Facebook-ზე. გავიგე, მე უბრალოდ ამის დაზუსტება
მოხსებას ვცდილობდი, იმიტომ რომ მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანი აქ სტუდიაში იყო წინა კვირას ჩემი სტუმარი და მან თქვა რომ სააკაშვილმა შემომთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა და მე თქვენთან როგორც პარტიის მოქმედ თავმჯდომარესთან მაქვს ახლა კითხვა როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა როგორც თქვენ ამბობთ თქვენს გითხრათ და ნანუკასაც შესთავაზა, მასაც ალბათ წერილობითი ფორმით და თქვა კიდეც რომ ეს იყო წერილობითი ფორმით თავმჯდომარეობა. თქვენთვის როგორც თავმჯდომარისთვის და ეხლა აქვე მოვაყოლებდი, ანუ ერთი კაცის გადაწყვეტილებით პარტიაში იცვლება თავმჯდომარეები, მაშინ რასაკეთებს თქვენი პარტიის პოლიტსაბჭო, სხვა შორის ძალიან აგრესიული მიმდევრები გყავთ, ყველა არა, მაგრამ რაღაც ნაწილი თქვენი პარტიის და ყოველი ჩემი აღებული ინტერვიუ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან თავდება ხოლმე საშინელი შემოტევებით სოციალურ ქსელში, მაგრამ უკაცრავად ვისაც არ მოგწონთ ეს კითხვები, მაგრამ კითხვები უნდა დავსვა. ანუ ერთი კაცი პარტიაში ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე და აზრს არ ეკითხება სხვა ადამიანებს? ინგა, იმავე პოსტში სადაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრა ნანუკა ჟორჟოლიანის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგებში შემოერთებასთან დაკავშირებით, მან ასევე ძალიან მკაფიოდ განმარტა და მე ძალიან მადლიერი ვარ მისი ამგვარი ნდობის ჩემს მიმართ, როგორც პარტიის თავმჯდომარის მიმართ, რომ ამ ცვლილებების და რეფორმების განხორციელებას, რომელსაც ის გეგმავს პარტიასთან ერთად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან ერთად და ეს იყოს სწორედ ის კონსტრუქცია, რომელიც მან გამოიყენა, ამ ცვლილებების გატარებას გეგმავს ასევე პარტიის თავმჯდომარესთან ერთად და სახელობით მომიხსენიამე და ამ ნდობის მანდატისთვის მე ვარ ძალიან მადლობელი. ეხლა გულწრფელად გეტყვით ინგა იმასთან დაკავშირებით, მე მაქვს თუ არა გადაწყვეტილება მიღებული, ავიღო თუ არა ეს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენ არ ვიცი, ალბათ გახსოვთ, თქვენ ნამდვილად გემახსოვრებათ, მაგრამ ალბათ საზოგადოებასაც ახსოვს, რომ ვერც ერთმა სხვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ შეძლო თავის მანდატის, ანუ ვადის ბოლომდე მიყვანა. ხო, რა შეძლებდა გადატრიალებას უწყობდნენ ხან ერთს, მერე მეორე ჩანაცვლად თქვენი. ხო, აი 4 წლით იყო არჩეული ბატონ გრიგოლ ვაშაძე და იქიდან დაახლოებით 2 წელი იმსახურა თავმჯდომარის პოსტზე, შემდგომ ნიკა მელი ასევე 4 წლით იყო არჩეული და დაახლოებით 2 წელი და თუ სწორად მახსოვს 1 თვე. ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში უკაცრავად უკვე 2 წლიანი მანდატით იყო ის არჩეული. მაგრამ მანაც მხოლოდ და მხოლოდ წელიწადი და სადღაც 4-5 თვე იმსახურა და მე რამდენადაც თქვენ გახსოვთ და საზოგადოებას შევახსენებ, არჩეული ვიყავი პარტიის თავმჯდომარედ 2024 წლის 8 ივლისს. შესაბამისად შევძლებ, ასე ვთქვათ, რომ ეს მანდატი ყოველგვარი თქვენ აღნიშნეთ რა სიტყვა გამოიყენეთ, გადატრიალება. ყოველგვარი შემთხვევაში მაგას გადატრიალების, ყოველგვარი სკანდალის, ყოველგვარი სერიოზული ვნებათაღელვის გარეშე მივიყვანოთ ბოლომდე და მე ძალიან გულწრფელად გეუბნებით, რომ არ მიმაჩნია, რომ ეს ჩემი დამსახურებაა, არც ერთ შემთხვევაში. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ერთობლივი დამსახურება, ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილის დამსახურება, ეს არის პარტიის ლიდერშიპის დამსახურება, სხვა წევრების, ეს არის პოლიტიკური საბჭოს დამსახურება, ეს არის ჩვენი მხარდამჭერების დამსახურება. რა თქმა უნდა, მეც მაქვს გარკვეული წვლილი, რატომ? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნდა ინგა. რომ ერთმა თავმჯდომარემ მაინც შეძლოს, რომ ბოლომდე მიიყვანოს თავის ვადა პარტიის რეპუტაციისთვის და პარტიის სწორი განვითარებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლომდე მიიყვანოს, მაგრამ აპირებთ კიდევ რომ ამიტომ ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ინგა, მონაწილეობა და ისევ პარტიის თავმჯდომარე იყოთ. იმავე პოსტში, სადაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა
ისაუბრა სიახლეების, განახლების, რეფორმების, პარტიის კიდევ უფრო მეტად გახსნის, კიდევ უფრო ხალხამდე მისვლის აუცილებლობაზე, მან კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა, როგორც პარტიის თავმჯდომარეს ამ ცვლილებების განხორციელებაში. ეს არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა, ძალიან მნიშვნელოვანი ნდობის მანდატი და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ვარ ძალიან მადლიერი ამ ნდობის მანდატისთვის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, მე ამ უდიდეს პასუხისმგებლობას ავიღებ თუ არა, მე არ მაქვს მიღებული და ეს რაზეა დამოკიდებული. ეს არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად ჩვენ შევძლებთ პარტიის შიგნით, მათ შორის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან, რომლის ჩართულობის გარეშეც მე მაგალითად ძალიან გულწრფელად გეტყვით, ვერ წარმომიდგენია პოლიტიკური საბჭოს რეფორმირება. პოლიტიკური საბჭოს, რომელსაც ყავს თავის თავმჯდომარე, ყავს პოლიტიკური ტყვე. ხო, ისევე როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის ტყვეობას ჩვენ გარდა ბუნებრივია იმისა, რომ ის არის მთავარი ელექტორალური ძალა ამ პარტიისთვის და მისი დამფუძნებელი თავმჯდომარე, ასევე რა თქმა უნდა ჩვენ ანგარიშს ვუწევთ იმ გარემოებას, რომ ის ტყვეობაშია, ხო? არ შეიძლება ანგარიში არ გავუწიოთ იმ გარემოებას, რომ ლევან ხაბეიშვილი ასევე ტყვეობაში. სხვა შორის არ და პოლიტიკური საბჭოს რეფორმირება მოვახდინოთ ისე, რომ საერთოდ არ ვკითხოთ ამ ადამიანს აზრს, ხო? უახლოეს დღეებში ან საათებში ველოდები მისგან პასუხს და თქვენი თანაპარტიელებიც გაიგებენ, რას ფიქრობს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ამ დაანონსებულ ცვლილებებზე. უკვე ადვოკატისთვის მაქვს ეს თხოვნა. მოკლედ გადაცემული. ყოველთვის თქვენი ჟურნალისტური ინსტინქტები არ ღალატ. ანუ და ასევე ინგა, კი, განვაგრძობ. ეს ერთი პოლიტიკური საბჭო, იმიტომ რომ პოლიტიკური საბჭოს რეფორმირებაზე მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდი. პირველ ყოვლისა, რომ საკმაოდ ისეთი მრავალრიცხოვანია, რაც ერთის მხრივ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ის წარმომადგენლობითია, მაგრამ მეორეს მხრივ მოქნილი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორც საჭიროა ავტოკრატიის რეჟიმში, ხშირ შემთხვევაში ეს გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნის, ხო? პატიმრობის გამო ისი თავად პოლიტსაბჭო არის ასევე ძალიან მრავალრიცხოვანი, აი თქვენ ხედავთ კადრებს ჩვენი პოლიტიკური საბჭოს ხდომის, რაც ერთის მხრივ არის ჩვენი სიძლიერე, იმიტომ რომ ის წარმომადგენლობითია, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც გჭირდება სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით ავტოკრატიის პირობებში, ეს გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნის, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ყოვლად მიუღებლად და არ ვიცი, პოლიტიკურადაც და ეთიკურადაც გაუმართლებლად მიმაჩნია, რომ ისე მოვახდინოთ პოლიტიკური საბჭოს რეფორმირება, რომ ამის შესახებ აზრი საერთოდ არ ვკითხოთ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს. ანუ ჯერ არ იცით, რას ფიქრობს ლევან ხაბეიშვილი ამ ანუ ესე ადვოკატებისგან რაღაც ვიცი, მაგრამ პირადი კომუნიკაციის დამყარება ესეთი მარტივი არ არის. ლევან, ეხა ეჭვმაქვს, რომ გვიყურებ და თუ შეიძლება ჩემს კითხვაზე დროულად დაგვიბრუნეთ პასუხი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემებს შლის ეხლა თინა ბოკუჩავა, ანუ ჯერ არ ვიცით ლევან ხაბეიშვილი რას ფიქრობს ამ დაანონსებულ რეფორმაზე. ეხლა მეორე, ასევე მაგალითად ინგა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, მათ შორის ნებისმიერი მომავალი არჩევნების მზადებისას, არის თბილისის ორგანიზაციის გაძლიერება. იმიტომ რომ ამას აქვს ორი მიზეზი, მე ძალიან ღია ვარ, ასე ვთქვათ და პირდაპირ თქვენს დღევანდელ ეთერში. ერთი ბუნებრივია არის ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისში არის 1/3 სრული ამომრჩევლისა, ხო? და მეორე ასევე სამწუხაროდ ფაქტობრივი გარემოება, თუმცა იმგვარი, რომელსაც მე სხვა ეთერში შეიძლება ხას არ გავუსვამდი, რომ ნაციონალური მოძრაობა სამწუხაროდ არც თუ ისე კარგი შედეგი ჰქონდა თბილისში. და მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომელიც ჩვენ როგორც პარტიამ, როგორც პოლიტიკურმა გაერთიანებმა, როგორც მისმა თითოეულმა წევრმა და მით უმეტეს ლიდერებმა უნდა აუცილებლად დავძლიოთ, თუ გვინდა გამარჯვება. კი, რა თქმა უნდა, გაყალბება იყო, მაგრამ თბილისში შედეგის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და თბილისელების დარწმუნება, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ის პარტია, რომელსაც უნდა ენდონ ივანიშვილის დამარცხებაში, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და აქაც, სწორედ ისე როგორც ვისაუბრე პოლიტიკურ საბჭოზე, ინგა ვერ წარმომიდგენია თბილისის ორგანიზაციის რეფორმირება და მისი დაკომპლექტება და მისი გაძლიერება ირაკლი ნადირაძის ჩართულობის გარეშე.
რომელიც ასევე ტყვეობაშია. არც ირაკლის აზრი რომელიც კიდევ ერთხელ მე ანუ არ ვიყავი საქართველოში. კითხვები ვცდილობ რომ დავაკავო. არ ვიყავი საქართველოში ყოფნა საჭირო არ არის. არა, მაინც არის, იმიტომ რომ იგივე ადვოკატებთანაც რიგ შემთხვევაში პირისპირ კომუნიკაციას ვამჯობინებ ხოლმე, მინდა გითხრათ. სხვადასხვა რიგი მიზეზების გამო, ასე ვთქვათ. მაგრამ ზოგადად ასე თუ ისე, რა თქმა უნდა, მაქვს წარმოდგენა მათ მოსაზრებებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია პირადი კომუნიკაციის დამყარება. მე ზოგადად არ ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცა ზედაპირულ ინფორმაციებს ეყრდნობა და ვფიქრობ, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანია სიზუსტე და მნიშვნელოვანია სიცხადე. ამიტომ პოლიტიკურ საბჭოზე ვისაუბრეთ, თბილისის ორგანიზაციაზე ვისაუბრეთ და ირაკლი ნადირაძე გარდა იმისა, რომ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე იყო მრავალი წლის მანძილზე, რეალურად ის იყო თბილისის ორგანიზაციის ხერხემალი და ამიტომ ამ ადამიანის მოსაზრების და არც მოსაზრების, არამედ მისი ხედვების გათვალისწინების და მისი ჩართულობის გარეშე თბილისის ორგანიზაციის რეფორმები მე პირადად ვერ წარმომიდგენია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონული ლიდერების ჩართვა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამდენსაც მე ვსაუბრობდი მთელი ამ თვეების მანძილზე განახლების აუცილებლობაზე, ახალგაზრდების არსებითად გააქტიურების აუცილებლობაზე, მიხოთ იმისა, რომ მაგალითად ჩემი პირველი საკადრო გადაწყვეტილება თავმჯდომარის რანგში იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის იგორ ნარმანიას მოადგილეთ დანიშნა და ეს არ არის პერსონალიზებული დანიშნა, ასე ვთქვათ, ეს არის ex officio, ანუ ვინც არ უნდა იყოს შემდგომი ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ის ყოველთვის იქნება პარტიის თავმჯდომარის მოადგილე. რატომ? იმიტომ რომ მნიშვნელოვნად მიმაჩნდა ახალგაზრდების როლის ინსტიტუციონალიზება პარტიაში, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ გაცილებით მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა რეალურად შეძლონ იმ ახალი ენერგიის და ხედვების მოტანა პარტიაში, რაც აუცილებელია. მაგრამ თინა, ეს არის თქვენი პირობები, მოდით დავაკონკრეტებ. პირველი, თქვენ არ გაქვთ ჯერ გადაწყვეტილი, იყრით თუ არა თავმჯდომარის პოსტი, ანუ დარჩებით თუ არა პარტიის თავმჯდომარედ. ეს არის დამოკიდებული მათ შორის ლევან ხაბეიშვილის პოზიციაზე, რომელიც პატიმარია თბილისის ორგანიზაციის პოზიციაზე, ირაკლი ნადირაძე არის პოლიტიკური საბჭოს პოზიციაზე და რეგიონული ლიდერების, მაგრამ ამ 2 წლის განმავლობაში მაგალითად რატომ არ ჩატარდა მასში რეფორმები თქვენს პარტიაში, ან თქვენი პარტიის მიღწევად რას ფიქრობთ, რა არის თქვენი პარტიის მიღწევა ქვეყნის შიგნით, ხო? თუ კი თქვენთვის აი ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მიიღოთ თქვენი გადაწყვეტილება დარჩებით თუ არა, ან იბრძოლებთ თუ არა ისევ პარტიის თავმჯდომარის პოზიციისთვის, მაშინ აი რეფორმებზე როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, 2 წელი რატო ვერ ტარდებოდა ეს რეფორმები, რაზეც სააკაშვილი ხა თავისი პოსტით გვიხსნის და რის გამოც მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტიაში უნდა მივიდეს მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც თავმჯდომარეობა შესთავაზა და ჟორჟოლიანი თავის გუნდთან ერთად ეს ოღონდ პრეზიდენტ სააკაშვილის თავად არსად არ დაუწერია, ხო? ნანუკამ ვიხელმძღვანელოთ, მოდით არ გჯერათ რომ ნანუკას შესთავაზა. მოდით, მე არასდროს არ ვერთვები ხოლმე ესე ტიპის დისკუსიებს, მჯერა არ მჯერა არ არის, აქ არის პოსტი, რომლითაც ჩვენ ხელმძღვანელობთ და რომლითაც იხელმძღვანელებს დარწმუნებული ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თქვენ არ გჯერათ რომ ნანუკას შესთავაზა თავმჯდომარეობა პარტიის. ინგა, კიდევ ერთხელ მე რომ პოლიტიკური ჭორაობა არასდროს ჩემი სფერო და ინტერესი არ იყო. ხო, მაგრამ მან თქვა ეთერში რომ რა შეეხება რატომ ვერ გატარდა თავმჯდომარე, მე ვიქნები თანათავმჯდომარე თინა საგარეო მიმართულები და მე საშინაო მიმართულები. თო ეს არ ჭორაობთ ჩემს ეთერში მოვისმინეთ ნანუკასგან. მე კი წავიკითხე ის საჯარო პოსტი, რომელიც პრეზიდენტმა გამოაქვეყნა და ვფიქრობ, რომ ყველაზე მართებული იქნება, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ვიხელმძღვანელოთ სწორედ იმ საჯარო პოზიციით, რომელიც პრეზიდენტმა გამოაქვეყნა. რამე სხვის გამოქვეყნება, რომ პასუხი, ანუ არ გჯერათ რამე სხვის გამოქვეყნება, რომ დომებოდა, ამას გააკეთებდა, ხო? ხა შეიძლება სხვადასხვა ვარიანტებზე მიდის მსჯელობა, ინგა ბუნებრივია. მეც მაქვს გარკვეული მიმოწერა პრეზიდენტ სააკაშვილთან სხვადასხვა ვარიანტებზე, სხვადასხვა ფორმაციებზე, სხვადასხვა
კონფიგურაციებზე და იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ჩამოვყალიბდებით იმგვარ ხედვაზე და იმგვარ მიდგომაზე პარტიაში რეალური ცვლილებების გატარებისთვის, რომელიც ყველას მოგცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ პარტიის განახლების და გაჯანსაღების პროცესში. ახლა თავისთავად ნებისმიერი პოსტი მეასეხარისხოვანია. ინგა მით უმეტეს ესეთ მომენტში, ხო? ესეთ კრიზისულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა. თავარია რომ ჩვენ გქონდეს სიცხადე, ჩვენ გქონდეს მკაფიობა, ჩვენ საკუთარ თავთან და ჩვენს ამომრჩეველთან ვიყოთ მართალი და ჩვენ გავაკეთოთ ის, რისიც გვჯერა, იმიტომ რომ ამ შინაგანი რწმენის გარეშე ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ვერ მოვუგებთ. იმიტომ რომ ყველა ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის სახით ვებრძვით პუტინის რუსეთს. ამიტომ თუ შენ შინაგანად არ გჯერა, რომ რასაც აკეთებ ის სწორია და არამც თუ შენი პარტიის საუკეთესო ინტერესში, არამედ შენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესშია, მე არ მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ისეთი ბოროტების დამარცხებას, როგორც ბიძინა ივანიშვილი. ეხლა რომ დაუბრუნდეთ ჩემი პატივისცემა თქვენს მიმართ, ამიტომ თავს მივცემ უფლებას ცოტა უფრო თამამი ვიყო. ერთხელ კიდევ გავიმეორებ ჩემს კითხვას, ანუ თქვენ არ გჯერათ, რომ ნანუკა ჟორჟოლიან სააკაშვილმა შესთავაზა თავმჯდომარეობა? ამ ერთხელაც დავსვამ ამ კითხვას და განაგრძეთ მე. კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, რომ მე ხელმძღვანელობ იმ საჯარო ინფორმაციით, რაც პრეზიდენტმა ჩათვალა საჭიროდ, რომ გამოექვეყნებინა ჩემთვის, თქვენთვის და რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისთვის. ამაზე შორს აღარ წახვით. ამაზე შორს რა თქმა უნდა აღარ წავალ. ხო, რეფორმებზე შეეხება რეფორმის განმავლობაში და აი რას თვლით მაშინ პარტიის მიღწევათ, იმიტომ რომ თავად ვეთქვით, რომ მაგალითად თბილისის შედეგი ნაციონალური მოძრაობისთვის იყო ალბათ დამანგრეველი, ხო, როდესაც შედეგებს გადახედეთ და შეაჯამეთ არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით თბილისს. ხო, კი, ნამდვილად, არასასურველი. ხა რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომელიც აბსოლუტურად ობიექტურია, ხო? იმიტომ რომ 8 იulis, ანუ სადღაც დაახლოებით 1 თვეში, გადის 2 წელი და ორდინალურ ვითარებაში ეს ავსებით საკმარისი დროა იმისთვის, რომ თუ პარტიის თავმჯდომარეს და მის გუნდს და ზოგადად ამ ფორმაციას აქვს რაიმე ხედვა პარტიაში რეფორმების განხორციელების, ეს რეფორმები განახორციელოს, ხო? ანუ სავსებით ლეგიტიმური კითხვაა თქვენი მხრიდან. უბრალოდ ინგა, ეხა არის რაღაცები, რასაც ღიად იტყვი ადამიანი, რასაც ვერ იტყვი. მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ არსებობს მთელი რიგი დამაბრკოლებელი გარემოებები, რომელმაც ამ ბოლო 2 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად შებოჭა, ასე ვთქვათ, ჩვენი შესაძლებლობა, რომ ბოლომდე გაგვეტარებინა ის ცვლილებები, რაც ჩვენ გვინდოდა. რა არის? მიუხედავად ამისა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი იზრდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც მე მახსოვს ღარიბაშვილი, რომელიც დღეს ციხეშია, პარლამენტში გვეუბნებოდა რა დარებიდან გააქრობდა და შემდეგ გახარია და არ ვიცი კიდე რამდენი, დღეს არამც თუ ცოცხალია, არამედ დღესაც რჩება მთავარი წინააღმდეგობის ფლაგმანი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა სხვა რა მაჩვენა, ანუ მთავარი ოპოზიციური სტატუსი დაკარგა ნაციონალურმა მოძრაობამ, მაგრამ მე მესმის ამ დისკუსიაშიც, შემიყვანთ, მაგაზე მაქვს ბუნებრივია რაღაც. მე მესმის სათქმელი, აი უყურეთ, არა ობიექტურობაში არ ჩამომართვათ ამას რომ ამბობ, როცა ამ კითხვას, იმიტომ რომ მე მესმის უმძიმესი იყო 14 წელი ნაციონალური მოძრაობისთვის. უმძიმესი და რა ვიცი, თქვენ თვითონვე ჩამოთვალეთ თქვენი პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც არიან ხო ციხეში, ეს მესმის, მაგრამ სტატუსი მთავარი ოპოზიციური პარტიისა დაკარგა ნაციონალურმა მოძრაობამ. შედეგებმა ესაჩვენა საპარლამენტო არანაირად არ დაკარგა, ინგა და მინდა გითხრათ, რომ არც ქვეყნის შიგნით არ დაკარგა და არც ქვეყნის გარეთ არ დაკარგა. იმიტომ რომ ყოველთვის თავი დავანებოთ, თქვენ თუ აპელირებთ 4 კოალიციაზე. ხო, ეს იყო კოალიცია, რომელიც შედგებოდა 3 პარტიისგან და შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც
ქონდა კოალიცია და კიდევ ერთხელ მერფხა მე არ მინდა ნამდვილად რომ რომელიმე ჩვენი საპარლამენტო არჩევნების დროინდელი კოალიციური პარტნიორი რაღაცნაირად დავაკნინო, მაგრამ ყველა ძალიან კარგად ესმის ელექტორალური წონის გადანაწილება, რომ სულად სხვაგვარი იყო კოალიცია ცვლილებებში, ანუ 4-ნომერში და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოალიციაში ნახევარი გაყვა სხვა რაღაცას ამ არჩევნებზე როგორც ამომრჩეველი. კარგი, არ გვინდა ხა არა, როგორ არ გინდა, თქვენ სანამ ლონდონში იყავით, ამასობაში აქ იყო ოპოზიციურ ველზე უდიდესი დაპირისპირება, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასა და ჩავერთე შემდგომ გიორგი ფარგამაძეს და ვისაუბრე. მაპატიეთ არ მინახავს არ არის პრობლემა, უბრალოდ მაყურებელმა რო არ ჩათვალოს. კი, არა, მაყურებელმა რო არ ჩათვალოს, რომ მე ლონდონში ვიყავი და საერთოდ არ მაინტერესებდა საქართველოში რა ხდებოდა, იმიტომ რომ ხანდახან სამწუხაროდ ესეთი კონოტაციები მესმის ხოლმე, მაშინ როდესაც თქვენ ლონდონში დასეირნოდ იყავით, არა, ჩვენ დავდივართ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი არ აღიარონ, რომ ამ რეჟიმზე გაგრძელდეს საერთაშორისო წნეხი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან კარგად გვესმის, რომ საერთაშორისო წნეხის და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების სწორი ჩართულობის გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ცვლილებების მიღწევა აქ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ხომ არ მithქვამს, რომ თქვენ სასეირნოდ იყავით ლონდონში. არის სტრატეგიული შეცდომა და ამ ასპარეზს ჩვენ არანაირად ქოცებს არ დაუწევთ, არც დაგვითმია და არც მომავალში ამას არ ვუწევთ.